თავი 22, მუხლი 1, 6. 1 და მოახლებული ხო დღესასწაული იგი უცომოებისა, რომელსა ხრქან პასქა. 2 და ეძიებდეს მას მღვდელთ მოძღვარნი იგი და მწიგნობარნი, რათამცა მოკლეს იგი, ხოლო ეშინოდა ერისა მას. 3 და შეუდა ეშმაკი იუდას, რომელსა ერქვა ისკარიოტელ და იყო იგი რიცხვსაგან 12-თასა. 4 და მივიდა ეზრახა მღვდელთ მოძღვართა და მწიგნობართა და ერისა წინა მძღვართა, ვითარმცა იგი მისცა მათე 5. ხოლო მათ განიხარეს და აღუთქვეს მას ვეცხლი მიცემად. 6 და აღუარა მათ და ეძიებდა ჟამსა მარჯვესა, რათა მისცეს იგი მათ თნიერ ერისა. მწიგნობარნი ეძიებდნენ მის იესოს მოკლას. რამდენადაც მოახლოებული იყო პასექის დღესასწაული და ისინი, ამიტომ ხედავდნენ საფრთხეს თავისთვის იმაში, რომ ხალხი უნდა შეკრებილიყო, განსაკუთრებით კი დღესასწაულის დროს, ამდენად ისინი ეძიებდნენ ხერხს, თუ ბოლოს და ბოლოს როგორ მოეკლათ იგი ისე, რომ ყოველგვარი საფრთხე აეცილებინათ თავიდან. სატანა კი შევიდა იუდაში და იყო იგი რიცხვისაგან 12-ისა, ანუ ერთ-ერთი მასთან მიახლოებული და გულწრფელ მოწაფეთაგან. ნუ რავის ექნება საკუთარი თავის იმედი, არამედ ყურადღებით იყავი შენი ცხოვრების მიმართ, იმიტომ რომ საშინელი მტერი გყავს. ზოგიერთნი კი სიტყვებს და იყო იგი რიცხვისაგან 12-ისა იგებდნენ ასე, ხოლო დავსებდა რა საკუთარი თავით მოციქულთა რიცხვს, მაგრამ არ იყო ჭეშმარიტი მოციქული და მოწაფე. რადგან როგორ შეიძლება ჭეშმარიტი მოწაფე იყოს ის, ვინც იპარავდა იმას, რასაც ყულაბაში ყრიდნენ, იოანე 12:6. ამრიგად იუდამ მიიღო მასში შესული სატანა და დათანხმდა იესო მის მაძიებელთათვის მიეცა. ვინაიდან ამას ნიშნავს სიტყვა შეჰპირდა, ანუ საბოლოოდ დასდო პირობა და შეთანხმება და შესაფერის დროს ეძებდა, რათა ის განმარტოებით ხალხის გარეშე მოეხელთებინა და მიეცა მათთვის. წინამძღვრებს აქ უწოდებს საეკლესიო ნაგებობათა უფროსებს, ანდა წესრიგის დამცველებს, ვინაიდან რომაელებმა მიუჩინეს ზოგიერთი ზედამხედველი ხალხს, რათა ის არ აჯანყებულიყო, რამდენადაც იგი შფოთს მოეცვა. სწორედ მათ უწოდებს წინამძღვრებს საეკლესიო სლავურით ვოევოდებს. შესაძლოა ვოევოდები ეწოდა მათ, ვინც ეკუთვნოდნენ რასასულიერი პირთა რიგებს, ჰქონდათ სამხედრო თანამდებობანი. ვინაიდან იტანჯებოდნენ რა პირველობისადმი სიყვარულით, ისინი ასეთ თანამდებობასაც ეპოტინებოდნენ. ამიტომაც უწოდა მათ ტაძრის ვოევოდები, შესაძლოა იმისთვის, რომ უფრო მეტად მოხვედროდათ გულზე. თავი 22, მუხლი 7, 12. 7. მოიწინეს დღენი იგი უცომოებისანი, ოდეს ღირდა პასქა იგი დაკლვად. 8. და წარავლინა პეტრე და იოანე და ხრქვა მათ, წარვედით და მომიმზადეთ ჩვენ პასქა, რათა ვჭამოთ. 9. ხოლო მათ ხრქვეს, სადა გნებავს და მოგიმზადოთ. 10. ხოლო თავად მან ხრქვა მათ, აჰა ეგერა შესვლასაოდენ თქვენსა ქალაქად შეგემთხოს თქვენ კაცი, რომელსა ლაგნი წყლითაზე ედგას, შეუდეგით მას სახით, ვიდრეცა შევიდეს. 11. და არქუთ სახლისა უფალსა მას, გეტყს შენ მოძღვარი, სადა არს სავანე, რომელსა პასქა ესე მოწაფეთა ჩემთა თანავ ჭამო. 12. და მან გიჩვენოს თქვენ ქორი და გებული დიდი, მუნმზა მიყავთ ჩვენ. ის რომ პასექი, ებრაულად ფასეკ, ნიშნავს ეგვიპტიდან გამოსვლას, ამაზე მრავალნი საუბრობდნენ და საერთოდაც ყველაფერი, რაც ხდებოდა მაშინ ამ დღესასწაულზე, წმინდანებმა ახსნეს. ჩვენ კი უნდა ვთქვათ იმის შესახებ, თუ რომელ დღეს ეწოდება დღე უცომოებისა. დღეს უცომოებისა უწოდებს ოთხშაბათ დღეს, რომლის საღამოსაც უნდა დაეკლათ საპასექო კრავი, ამრიგად ოთხშაბათს, შესაძლოა დილით, უფალი აგზავნის მოწაფეებს, პეტრესა და იოანეს, ერთს, როგორც მოყვარულს, მეორეს, როგორც საყვარელს აგზავნის უცხოს სახლში. ვინაიდან არც მას და არც მის მოწაფეებს არ ჰქონდათ საკუთარი, სხვაგვარად იგი პასექს აღასრულებდა მოწაფეთაგან რომელიმესთან. შეხედე როგორი უპოვარებაა. აგზავნის მათ უცხო ადამიანთან, რათა უჩვენოს, რომ იგი ტანჯვასაც ნებაყოფლობით იღებს. ვინაიდან მას რომ არ სდომოდავნებულიყო, მაშინ მიდრიკა რა ამ უცნობი ადამიანის გონება მათ მისაღებად, თავისი და მოწაფეებისა, მას შეეძლო იუდეველებშიც გამოეწვია ის, რაც მას სურდა. ზოგიერთნი ამბობენ, რომ უფალმა არ თქვა ამ ადამიანის სახელი და არ გამოაცხადა იგი, არამედ მოწაფეები მის სახლამდე გარკვეული ნიშნით მიიყვანა, რათა გამცემს, გაიგებდა რა სახელს. არ მიენიშნებინა ფარისეველთათვის ეს სახლი და ისინი არ მისულიყვნენ მის წასაყვანად მანამ, სანამ არ დააწესებდა სერობას, მანამ სანამ არ აზიარებდა თავის სულიერ საიდუმლოებებს.
ამიტომაც ქრისტე ცოტა ხნის შემდეგ ამბობს, გულის სიტყვით გულით მithქუმი და პასექსა ამას ჭამად თქვენ თანავიდრევნებადმდე ჩემდა. ანუ მე ყველა ღონე ვიხმარევ, რომ გამცემს დავმალვოდი, რათა დროზე ადრევნებულიყავი, მანამ სანამ საიდუმლოებებს გაზიარებდით. ასეთია ახსნა, ვისაც სურს, შეუძლია მიიღოს. რისთვის აღასრულებს უფალი პასექს? იმისათვის, რაც ყველათვისი მოქმედებით უკანასკნელ ამოსუნ თქვამდე დაამტკიცოს, რომ იგი არაა მოწინააღმდეგე სჯულისა. მას ჩვენც ვჭამოთ ეს პასექი გონივრულად, დღეში უცომოებისა მოვიაზროთ მთელი ჩვენი ცხოვრება, რომელსაც სულიერ ნათელში გავატარებთ, რომელსაც აღარ დაჰკრავას არაფერი სიძველისაგან ადამის ურჩობისა. გავატარებთ რა ჭეშმარიტად ასეთ ცხოვრებას, ჩვენ უნდა განვძღეთ საიდუმლოებებით იესოსი. ამ საიდუმლოებებს მოამზადებენ პეტრე და იოანე, ქმედება და ჭვრეტა, მხურვალე მოშურნეობა და მშვიდი სიმდაბლე. ვინაიდან მორწმუნე უნდა იყოს მხურვალე სიკეთის ქმნაში, მოშურნე ბოროტების წინააღმდეგ და მდაბალი ბოროტების მოქმედთა მიმართ. ვინაიდან უნდა გცულდეს ბოროტება და არა ბოროტების მოქმედი. ამ უკანასკნელს უნდა ვუმკურნალოთ, ვინაიდან იგი იტანჯება. აკეთებდე ბოროტებას ნიშნავს კიდეც, რომ იყო შეწუხებული ბოროტისაგან და იტანჯებოდე ბოროტებით. თუკი ჩვენ გვეყოლება სერობის მომამზადებელი პეტრე და იოანე, ანუ კეთილი ცხოვრება, რომელსაც პეტრე გამოხატავს და ჭეშმარიტი სწავლება, რომელსაც იოანე ღვთისმეტყველი გამოხატავს, ასეთ მომამზადებლებს შეხვდებათ კაცი. ანუ ჩვენ პოვებთ მაშინ ჭეშმარიტად ადამიანურ არსებას, შექმნილს ღვთის ხატად, ანუ კეთ შემოქმედს, რომელსაც დოქით წყალი მოაქვს. წყალი აღნიშნავს სულიწმინდის მადლს, როგორც იოანე მახარებელი გვასწავლის, იოანე 7:38-39 დოქიკი, კეთილშემოსრულებასა და სილბოს გულისა. ვინაიდან სულიწმინდის მიმღები არის მდაბალი და შემოსვლილი გულით, ხოლო ღმერთმა მდაბალთა მოსცის მადლი იაკობი 4:6. აცნობიერებს რა საკუთარ თავს მიწად და მტვრად და ამბობს რა იობთან ერთად. გაიხსენეთ ხისგან რომ შემქმენი და მტვრად რომ მაგცევ, იობი 10:9 იგი იქნება მატარებელი სულიწმინდის მადლისა ადვილად მოსალბობ და ადვილად შემუსვლად ჭურჭელში საკუთარი გულისა. მიუყვებით რა ამგვარ განწყობას ჩვენ შევალთ სახლში გონებისა, რომლის მასპინძელიც გონება, გვიჩვენებს ვრცელსა და გაწყობილ დარბაზს. ეს დარბაზი არის მაღალი შენობა გონებისა, ანუ ღმრთაებრივი და სულიერი საგნები, რომელთა შორისაც იგი ცხოვრობს და მიმოიქცევა სიყვარულით. ისინი განწყობილნი არიან, ვინაიდან მათში არაფერია მკაცრი, არამედ მრუდეც კი ამგვარი გონებისთვის მართალ გზად იქცევა, ისევე როგორც სოლომონმა თქვა, ყოველი მათგანი სანდოა გამგებისთვის და ყველა სწორია ცოდნის მპოვნელთათვის. იგავნი 8:9. არ შესწოდავ თუკი იმასაც იტყვი, რომ გონება მართალია მაღალ საქმეს აღასრულებს მოქმედებას გონების ძალით, თუმცაღა მისი ცოდნა ჯერ კიდევ განფენილია და ძლიერ ახლოსაა მიწასთან. მაგრამ ციდნა ჭეშმარიტად მაღალი და არ ცდონა, რომელიც გონებას აღემატება, ყოველგვარ სიმაღლეზე მაღლა დგას, როდესაც გონება უკვე კი არ მოქმედებს, არამედ აღიქვამს ქმედებას. თავიდან ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი გონებით, ხოლო შემდეგ უკვე ღვთის მადლი ამოქმედდება ჩვენში, აგვაფრთოვანებს რა ჩვენც ისევე, როგორც წინასწარმეტყველთ და უარს გვათქმევინებს ყოველგვარ ბუნებრივ ძალაზე. ჭეშმარიტი ნათქვამია, რომ ამა და ამ წინასწარმეტყველს ღვთაებრივი აღფრთოვანება დაეუფლა, ისევე როგორც აქ, როდესაც ეს დარბაზი გაწყობილია. იესო თავის მოწაფეებთან ერთად მოდის და აღასრულებს საიდუმლოებას, მოდის ჩვენთან თავად, ავლენს ჩვენში თავის ძალას და არ უცდის ჩვენს მისვლას მასთან. მოწაფენის სიტყვა ღმერთისა, ყველანი არსებითად ფიქრებია ქმნილებაზე. ამრიგად, როდესაც სიტყვა ამოქმედდება ჩვენში, მაშინ ჩვენ გულისხმოვყოფთ თანაზიარობას პასექისა და კიდევ უფრო მეტად განვიმსჯვალებით ფიქრებით ქმნილებაზე, ნათქვამის მიხედვით, რამე თუ ვიხილენ მეცანი ქმნულნი თითთა შენთანი ფსალმუნი 8:4. თავი 22, მუხლი 13, 20 და წარვიდეს და პოვეს ეგრე, ვითარცა იგი ხრქუა მათ და მოუმზადეს პასქა იგი. 14 და ოდეს იყო ჟამი, დაჯდა და 12 მოციქულნი მისთანა. 15 და ხრქუა მათ, გულის სიტყვით გულით მithქუმი და პასექსა ამას ჭამად თქვენ თანავიდრევნებადმდე ჩემდა. 16 ხოლო გეტყვით თქვენ, არ ღარავ ჭამო ამიერიდან, ვიდრემდე აღესრულოს სასუფეველსა შინა ღმრთისასა. 17 და მოიღო სასუმელი და ხმადლობდა და თქვა, მიიღეთ და განიყავთ თავისა თქვენისა. 18 ხოლო გეტყვით თქვენ, ამიერიდან არ ღარავ სვანაყოფისაგან ვენაისა, ვიდრემდე სასუფეველი ღმრთისა მოვიდეს. 19
და მოიღო პური, ხმადლობდა და განტეხა და მისცა მათ და თქვა, ესე არს ორცი ჩემი, თქვენც მიცემული, ამას ყოფდით მოსასენებლად ჩემდა. 20. ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქვა, ესე სასუმელი ახალი სჯული სისხლისა ჩემისა თქვენც დათხეული. პასექს იხმევდნენ ფეხზე მდგომარენი, მაშ როგორღა უფალზე ნათქვამი რომ დაჯდა? ამბობენ რომ შეჭამეს რა სჯულისმიერი პასექი უკვე შემდგომ დასხდნენ საერთო ჩვეულების მიხედვით, რათა მიეღოთ რაიმე სხვა სანოვაგე. უფალი ეუბნება მოწაფეებს, გულის სიტყვით სული მithქუმი და პასექსა ამას ჭამათ თქვენ თანავიდრევნებადმდე ჩემდა. ის თითქოს და ასე ამბობს, ეს ჩემთვის უკანასკნელი სერობაა თქვენთან, ამიტომაც იგი სასიამოვნო და სასურველია ჩემთვის, ვინაიდან შემდგომში მას აღარ შევჭამ თქვენთან ერთად. ეს იმის მსგავსია, როდესაც ვინმე სამოგზაუროდ წასვლას აპირებს და უკანასკნელად ახლობლებსა და მეგობრებს მეტი სიამოვნებითა და სიყვარულით ესაუბრება. და სხვაგვარადაც, მე ძლიერ მსურდა მეჭამა თქვენთან ეს პასექი, ვინაიდან მასში მე მსურს გაზიაროთ უდიდეს საიდუმლოებებს ახალი აღთქმისა. ამით ის უჩვენებს, რომ იგი ნებაყოფლობით ევნება. ვინაიდან მას რამდენადაც იცოდა მომავალ შესახებ, უეჭველია შეეძლო აეცილებინა ისინი, ისევე როგორც ადრე გააკეთა იოანე 8:5-9. სიტყვებს, ამიერიდან არღარავს უანაყოფისაგან ვენახისა, ვიდრემდე სასუფეველი ღმრთისა მოვიდეს ზიგიერთნი წმინდანთაგან ასე იგებდნენ, ვიდრე არ ავდგები, ვინაიდან აღდგომის შემდეგ მიმართავდა რა მოწაფეებს, იგი ჭამდა და სვამდა მათთან ერთად. ისევე როგორც პეტრე ეუბნება კორნილიოს, ჩვენ რომელნი მისთანავ ჭამდით და ვსვემდით შემდგომად მკვდრეთით აღდგომისა მისისას, საქმე მოციქულთაა 10:41. ის რომ აღდგომა არის სასუფეველი ღმრთისა, ეს აშკარა, ვინაიდან აღდგომა არის სიკვდილის რღვევა. სიკვდილი მეფობდა ადამიდან ქრისტემდე, ხოლო ამ დროიდან დარღვეულმა მან გამარჯვება და მეუფება უფალს დაუთმო, როგორც ნათქვამია, სადა არ სძლევა შენი სიკვდილო, ოსია 13:14 და დავითიც ამბობს, უფალი სუფევს ფსალმუნი 92:1, 1, ხოლო შემდეგ იმის ახსნის მიზნით, თუ როგორ მოიპובה სუფევა ამატებს, შვენიერება შეიმოსა, როდესაც სხეული განეშორა ხრწნილებას და გამშვენდა ღმრთაებრივით, ისევე როგორც ესაია ამბობს, ეს ვინ არის თავისი ბრწყინვალე სამოსელით, თავისი ძალის სიდიადით მომავალი, 63:1. თავად უფალიც აღდგომის შემდგომ ამბობს, მომეცა მე ყოველი ხელმწიფებაი, მათე 28:18. ამრიგად მოიცია რა აღდგომა, რომელიც როგორც სიკვდილის დამარღვეველი ღმრთის სასუფეველად იწოდება, უფალი კვლავ სვამს მოწაფეებთან ერთად იმის დასამოწმებლად, რომ იგი მოჩვენებითად არ აღმდგარა. ზოგიერთნი ღმრთის სასუფევლის ქვეშ გულისხმობდნენ მომავალ მდგომარეობას, ხოლო უფლის მიერ ჩვენთან ერთად მომავალ საუკუნეში მის მიერ საიდუმლოებათა გამოცხადებას. ვინაიდან კაცთ მოყვარეს გვახარებს რა, თავადაც უხარია და გვასაზრდოებს რა, თავადაც საზრდოობს და ჩვენს საზრდელსა და საჭმელს, ანუ სწავლებას, საკუთარ საზრდელად თვლის. ამრიგად იგი მაშინ ერთგვარ ახალ სასმელს შესვამს ღირსეულებთან ერთად, გამოუცხადებს რა მათ ყოველთვის რაღაც ახალსა და უჩვეულოს. მგონებ ლუკა მოიხსენიებს ორ სასმისს. ერთის შესახებ ამბობს, მიიღეთ და განიყავთ თავისა თქვენისა, რომელსაც ვინმემ შესაძლოა უწოდოს ხატი ძველი აღთქმისა, ხოლო მეორეს შესახებ საუბრობს პურის განტეხისა და დარიგების შემდეგ. უფალი თავად განუყოფს მას მოწაფეებს, უწოდებს მას ახალი სჯულისას და ამბობს, რომ იგი მისი სისხლით განახლდება. ვინაიდან, როდესაც ძველი აღთქმა იქნა დადებული, ბეჭდად გამოყენებული იქნა უგუნურ ცხოველთა სისხლი, გამოსვლა 24:5-8. ახლა კი, როდესაც ღმერთი სიტყვა განკაცდა, ახალი აღთქმა ჩვენთვის მისი სისხლითაა დაბეჭდილი სიტყვებით, თქვენთვის მიცემული და თქვენთვის დათხეული, იმას კი არ მიანიშნებს, რომ ხორცი მისი მიცემული იქნა და სისხლი მისი დათხეული იქნა მხოლოდ მოციქულთათვის, არამედ ადამიანთა მთელი მოდგმისთვის. ამრიგად, როდესაც ამბობს, რომ თქვენთვის მიეცემა, შენი გულისხმე, ადამიანთა მთელი მოდგმისთვის. ძველი პასექი აღესრულებოდა ეგვიპტის მონობისაგან განთავისუფლებისათვის და კრავის სისხლი იღვრებოდა პირმშოთა შესანარჩუნებლად, ახალი პასექი კი ცოდვათა დატევებისათვის და გულის თქმათაგან დასაცავად, დანიშნულისა და ღმერთისათვის მიძღვნილს. თავიდან ეძლევათ პური, ხოლო შემდგომ სასმისი. ვინაიდან თავიდან არის ხოლმე ძნელი და არ ადვილად აღსასრულებელი მოღვაწეობა. სათნოებას წინ უსწრებს ოფლისღვრა, ისევე როგორც პური არა მხოლოდ იქმნება ოფლისღვრით, არამედ გამოყენებისასაც შრომას მოითხოვს, დაბადება 3:19.
უკვე შემდგომ 8 წლისა დგება ჟამის სიხარულის ღვთისაგან მონიჭებული მადლით, რაც სასმისით აღინიშნება. ვინაიდან ვინც იღვაწებს არა ადვილად აღსასრულებელი სათნოებისთვის, ის შემდგომში ღირსი შეიქნება ნიჭებისა და კეთილთრობას განიცდის, განიშორება რა ამ სოფელს, როგორც პავლე და დავითი, ან და თუ კი კიდევ უფრო გავკადნიერდებით, როგორც უფალი წინასწარმეტყველა ამბაკუმთან 3:14. თავი 22, მუხლი 21, 27. 21. ხოლო აჰაელი განცემელისა ჩემისა ჩემთანა ტაბლასაზე და 22. ძე სამე კაცისა მსგავსად განჩინებულისა მისისა წარვალს, ხოლო არს კაცისა მის ვის მიერ მიეცემის იგი. 23. და მათ იწყას გამოძიებად ურთიერთას, ვინმე არს მათგანი, რომელსა ეგულების ესე ყოფად. 24. და იყო ცილობაცა მათ შორის ვითარმეთ, ვინმე იყოს დიდ მათ შორის. 25. ხოლო თავად მან ხრქუა მათ, მეფენი წარმართთან იუფლებენ მათზე და რომელთა ელმწიფება აქვთ მათზე და ქველის მოქმედ ხრქან. 26. ხოლო თქვენ არა ეგრე იყვნენ, არამედ უდიდესი იგი თქვენ შორის იყავმრწემ და წინამძღვარი იგივით არც ამსახური. 27. ვინ არს უფროსი, რომელი ინაით ზის, ანუ რომელი ხმსახურებს? ანუ არა რომელი იგი ინაით ზის? ხოლო მე ვარ შორის თქვენსა ვით არც ამსახური. არაფერია გამოუსწორებელი სიჯიუტით შეპყრობილ სულზე უფრო უბედური. ვინაიდან ნახე რას ამბობს უფალი, აჰა, ხელი ჩემი გამცემისა ჩემთან ერთად სუფრაზე, უგუნური კი გონს ვერ მოეგო. უფალი ამბობს ამას არა იმიტომ, რათა უჩვენოს, რომ მან იცის რაც უნდა მოხდეს, არამედ იმისთვის, რათა ჩვენ წინაშე თავისი სახიერება წარმოაჩინოს და ბოროტება გამცემისა, რომლის წყალობითაც მას არ შერცხვა მის სერობაზე ყოფილიყო. შემდეგ კი უარი არ თქვა აღსრულებასა და თავის განზრახვაზე. უფალი ამით გვაძლევს აგრეთვე მაგალითს, რათა ჩვენ ბოლომდე ვეცადოთ მათი სარგებლისთვის, ვინც ეცემა. და ძე სამე კაცისაო, ამბობს, წარვალს, არა იმიტომ, თითქოს და მას არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა, არამედ იმიტომ, რომ მან წინასწარ დაუდგინა საკუთარ თავს მომკვდარიყო ადამიანთა გამოხსნისათვის, ხოლო არს კაცისა მის, ვის მიერ მიეცემის იგი. მართალია მისივნება წინასწარ იყო დადგენილი, მაგრამ შენ რატომ აღმოჩნდი იმდენად ბოროტი, რომ გადაწყვიტე გაგეცა იგი? იმიტომაც იქნება ვაება შენი ხვედრი, რომ გაცემისაკენ მიდრეკილი აღმოჩნდი, ისევე როგორც გველი დაიწყელა იმის გამო, რომ გახდა იარაღი ეშმაკის ხრიკებისა. მოისმინეს რა ეს მოწაფეები შეშფოთდნენ. ამის შესახებ უფრო ვრცლად ნახავ იოანეს სახარების განმარტებაში, თავით 13, ისინი შეშფოთდნენ ახლა არა მხოლოდ იმის გამო, რომ ეჭვი აქვთ საკუთარი თავის მიმართ, რათა გამცემნი არ აღმოჩნდნენ, არამედ ამ შეშფოთებიდან კამათზე გადადიან. კამათობენ იმის შესახებ, თუ ვინ არის მათ შორის უმეტესი. ამ კამათამდე ისინი თანდათანობით მივიდნენ. როგორც ჩანს, ერთი მათგანი ეუბნებოდა მეორეს, შენ გსურს გაცემა, ხოლო ეს უკანასკნელი კი ისევ მას ეუბნებოდა, არა, შენ გსურს გაცემა. აქედან კი გადავიდნენ იმაზე, რომ დაიწყეს ძახილი, მე უკეთესი ვარ, მე უმეტესი და მსგავი ვარ. და უფალი რაღაც იქმს. იგი მათ შფოთს ორი მაგალითით აცხრობს. ჯერ ერთი წარმართთა მაგალითით, რომელთაც ისინი ბილწებად თვლიდნენ. გამოაცხადა რა, რომ თუ კი ისინი ამგვარად იფიქრებენ, წარმართებს მიემსგავსებიან. მეორეც თავისი საკუთარი მაგალითით, ვინაიდან ახსნა რა, რომ იგი მათ ემსახურება, მას ისინი სიმდაბლისკენ მიჰყავს. როგორც ითქვა, სწორედ ამ დროს განუყო მათ პური და სასმისი. თუ კი მეო ვისაც თაყვანს სცემს ანგელოზთა და გონიერ ქმნილებათა მთელი სიმრავლე, გემსახურებით თქვენ, როგორ ღაბედავთ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ქონასა და პირველობაზე დავას. მე ვფიქრობ, რომ მას ეს ინახით ჯდომა და მსახურება საზღვათაშორისო და რუხსენებია, არამედ რათა შეეხსენებინა მათთვის, რა კიღა თქვენ ჭამდით ერთი პურისაგან და სვამდით ერთი თასიდან, ერთი ტრაპეზი თქვენ მეგობრებად და თანამოაზრეებად გაქცევთ. მაშ რაღაცომ გაქვთ მათთვის შეუფერებელი აზრები. ამასთანავე არც მე მოუქცეულ ვარ ისე, რომ ერთისთვის მემსახურა, ხოლო მეორესთვის არა, არამედ ყველას თანაბრად. ამიტომ თქვენც ერთი და იგივე გრძნობები გაქვთ. თუმცა ყოველივე აქედან შენ ისიც გულისხმაყავი, თუ როგორი არასრულყოფილნი იყვნენ მაშინ მოწაფეები, ხოლო შემდგომში ასე სასწაულებრივად გაბრწყინდნენ. და შერცხვეთ მანიქეველებს, რომელნიც ამბობენ, რომ ზოგიერთებს ბუნებით არ აქვთ მიმადლებული სწავლის უნარი და ასეთთათვის შეუძლებელია შეცვლა.
თავი 22, მუხლი 28, 34. 28. და თქვენ ხართ, რომელნი დაადგერით ჩემ თანაგანსაცდელთა შინა ჩემთა. 29. და მე აღგითქვამ თქვენ, ვითარცა მე აღმითქვა მამამან ჩემმან, სასუფეველსა 30. რათა სჭამდეთ და სუმიდეთ ტაბლასაზე და ჩემსა და სასუფეველსა შინა ჩემსა და ასხდეთ 12-თა საყდართა და სჭიდეთ 12-თა ტომთა ისრაელისათა. 31. და თქვა უფალმან, სიმონ, სიმონ, აჰა ესე რა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქვენ აღცრად, ვითარცა იფქლი. 32. ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენს, რათა არა მოგაკლდეს სარწმუნოება შენი, და შენ ოდესმე მიიქეც და განამტკიცენ ძმანი შენი. 33. ხოლო მან თქვა, უფალო, მე შენთან ამზავარ საპყრობილედ და სიკვდილად მისვლად. 34. ხოლო თავად მან თქვა, გეტყვ შენ პეტრე, არ გაეყივლოს ქათამსა დღეს, ვიდრემდე სამგზის უარმყო, ვითარმე და არა მიცი მე. თქვა რა რომ გამცემს ვაება ხვდა წილად და ამასთანავე ასწავლი და რა მათ მოწაფეებს რომ დაბალნი უნდა იყვნენ, უფალი როგორც გამცემისათვის წინასწარ აწესებს ვაებას ხვედრად, ასევე პირიქით მათ ეუბნება, თქვენ ისინი ხართ, ვინც ახლა ხანს ჩემთან ერთად იყოთ ჩემს განსაცდელებში, ამიტომაც თქვენს აღგითქვამთ მისაგებელს, ანუ გითანხმდებით, რომ მსგავსად იმისა, როგორც მამამ აღმითქვა მე, ანუ განაწესა ჩემთვის სასუფეველი, თქვენ შეჭამთ და შესვამთ ჩემს ტაბლაზე. თქვა, სჭამდეთ და სუმიდეთო, არა იმიტომ, რომ იქ საჭმელები იქნება და მისი სასუფეველი გრძნობადია, ვინაიდან თავისი პასუხით სადუკეველთადმი მან თავად გვასწავლა, რომ იქ ანგელოზებრივი ცხოვრება, ლუკა 20:36 და პავლეც გვასწავლის, რომ არა არს სასუფეველი ღმრთისა საჭმელ და სასმელ რომაელთა მიმართ 14:17. ამიტომაც ესმის რა სიტყვები ჭამდეთ და სუმიდეთ ტაბლასაზე და ჩემსა და ნუ რა ვინც სტუნდება, არამედ გაიგოს ისე რომ ისინი ითქვა მათთან მიმართებაში, ვინც პატივით სარგებლობენ ამას სოფლის მეფეთაგან. ვინაიდან მათ, ვინც მეფესთან ერთად იყოფს ტრაპეზს, თვლიან ყველაზე უპირველესებად. ასევე მოციქულებზეც ამბობს უფალი, რომ იგი მათ ყველას ამჯობინებს, ისევე როგორც გესმის რა საყდართაზე და ჯდომის შესახებ, იგულისხმება არა საყდარნი, არამედ დიდება და პატივი. ვინაიდან შექმნილთა და დაბადებულთაგან ვერავინ დაჯდება იქ. ჯდომა შეფერის ერთარსებაც მინდა სამებას, უქმნელსა და მეუფეს ყოველივეს იქ ღმერთს, ხოლო ქმნილება როგორც მონა, უნდა იდგეს. და ამასაც ხორციელად ვამბობთ ჯდომისა და დგომის შესახებ. სჭიდეთ, ანუ განსჭით მათ, ვინც არ ირწმუნებენ 12 შტოდან. ვინაიდან ურწმუნო ისრაელთათვის არა მცირედ განსჯელად გვევლინებიან მოციქულნი, რომელნიც თავადაც ისრაელტელნი არიან, თუმცაღა ირწმუნეს. ვინაიდან გამცემს მან ვაებით მიუძღო, ხოლო მათ მის სიყვარულში მყოფთ, მომავალში დიდი პატივი უწინასწარმეტყველა. რათა არ გაამპარტავნებულიყვნენ, როგორც რაღაც დიადის მოქმედნი, რომ დარჩნენ მის სიყვარულში და არ უღალატეს, ეუბნება, ეშმაკმა გამოგითხოვათ თქვენ აღცრად, ანუ რათა შეგაცბუნოთ, წაგახტინოთ, გაცდუნოთ. მაგრამ მე ვევედრე. ანუ იფიქრებთო, ეუბნება, მთელი ეს სრულყოფილება თვით თქვენგან მოდის, ვინაიდან ეშმაკი ყველა ღონეს ხმარობს, რათა მოგწყვიტოთ ჩემს სიყვარულს და გამცემად გაქციოთ. უფალი ამ სიტყვებს პეტრესკენ მიმართავს, ვინაიდან ის დანარჩენებზე უფრო მოშურნე იყო და როგორც ჩანს, გაამპარტავდა ქრისტეს დაპირებებით. ამიტომ ამ დაბლებს რამას უფალი ეუბნება, რომ სატანა ბევრს ცდილობს მის წინააღმდეგ, ხოლო მე ვევედრები შენთვის. ამას კაცობრივი ბუნებით ამბობს, ვინაიდან როგორც ღმერთს რა საჭიროება ჰქონდა ლოცვისა. მეო ამბობს ვევედრე რაითა არა მოგაკლდეს სარწმუნოება შენი. თუმცა შენ რამდენადმე შეირყევი კიდეც, მაგრამ შენში დაიმარხება სარწმუნოების მარცვლები და თუმცა სული განმცდელისაში არხევს ფოთლებს, მაგრამ ფესვი ცოცხალია და არ მოგაკლდება შენი სარწმუნოება. და შენ ოდესმე მიიქეც და განამტკიცენ ძმანი შენი. ეს ადვილი გასაგებია, კერძოდ, რამდენადაც მე შენ მოგმართე პირველად ჩემი სიტყვით, მას შემდეგ რაც გამოიგლოვებ შენს განდგომას ჩემგან და შეინანებ, განამტკიცე სხვები. ვინაიდან ეს შენ შეგფერის, ვინც პირველად მაღიარე მეკლდეთა და სიმტკიცედ ეკლესიისა, მათე 16:18, მაგრამ ეს სიტყვები შეიძლება არა მხოლოდ მოციქულებს მივაკუთვნოთ, რომლებიც მაშინ პეტრეს უნდა განემტკიცებინან, არამედ ყველა მორწმუნესაც სამყაროს აღსასრულამდე. პეტრე, შენ მოიქცევი რა, შესანიშნავი მაგალითი იქნები სინანულისა ყველასათვის და ჩემს მორწმუნეთაგან აღარავინ წარიკვეთს სასოს, შენი შემყურე, რომელიც იყავი რა მოციქული, უარმყავი, თუმცაღა, სინანულის მეშვეობით კვლავ შენი უწინდელი მნიშვნელობა შეიძინე ყველა მოციქულს შორის და ღვთის რჩეულთა შორის მთელი სამყაროდან.
ეშმაკმა გამოითხოვა შენი გაცხრილვა და წახდენა როგორც სუფთა ხორბლისა, მასში ჭუჭყის შერევით, ვინაიდან მას, თავისი ჩვეულებისამებრ, შურს შენი სიყვარულისა ჩემდამი. ასე მოექცა იგი იობსაც, მაგრამ მე არ დამიტოვები ხარ სრულიად, რათა მთლიანად არ მოგკლებოდა შენი რწმენა, თუმცა თავად მე ვევედრე შენთვის, მაგრამ არ დაეცე, არამედ მოექცევი რა, ანუ შესწირავ რა სინანულს და ცრემლებს. გახდი სხვა მორწმუნეთათვის მაგალითი სინანულისა და სასოების. პეტრემ რაღა ქნა. აქვს რა იმედი ძლიერი სიყვარულისა, იგი ჰპირდება იმას, რაც ჯერჯერობით შეუძლებელია მისთვის. მაგრამ უფალი რა კიღა ხედავს, რომ იგი დაუფიქრებლად ლაპარაკობს, ვინაიდან ერთხელ მოისმინა რა თვითმყოფი ჭეშმარიტებისაგან, რომელმაც უთხრა, რომ განიცდება, იგი აღარ უნდა შეწინააღმდეგებოდა, უცხადებს მას საცდურის სახეობასაც, უარყოფას. აქედან ჩვენ ვსწავლობთ იმ ჭეშმარიტებას, რომ ადამიანური ძალისხმევა არ არის საკმარისი ღვთისშეწევნის გარეშე. პეტრე მცირე ხნით იქნა დატოვებული და როგორც ჩანს, მხურვალედაც უყვარდა, მაგრამ ღმერთმა დატოვა იგი, მტერმა ენა დაუბა, ისევე როგორც ღვთისშეწევნა არ არის საკმარისი ადამიანური ნების გარეშე. იუდამ, თუმცა უფალმა ყველაფერი გააკეთა მისი სარგებლობისათვის, ვერ მიიღო ვერანაირი სარგებელი, ვინაიდან არ ჰქონდა კეთილი ნება, ამრიგად შევძრწუნდეთ ეშმაკის ხრიკებზე ფიქრისას, თუ რაოდენ ძლიერი არიან ისინი დაუდევართა მიმართ. აი აქაც, თუმცა პეტრე გაძლიერებული იყო უფლის მიერ, მაგრამ როდესაც განსაკუთრებული მიზნების გამო დატოვებული იქნა, უარყოფამდე მივიდა. მას რაღაც დაექვემდებარებოდა, იგი უფალს რომ არ დაეფარა და კეთილი თესლი არ ყოფილიყო დაფარული მასში. ვინაიდან ეშმაკის მიზანი იყო ის, რომ ისიც გამცემად ექცია, რამდენადაც ეშმაკს აქვს ჯამადნი მისნი რჩეულნი, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს, ჰამბაკუმი 1:16. მას მადლობა შევსწიროთ უფალს, რომელიც არტოვებს ისეთ წმინდანთ, მართალთა და სახიერთ გულით, როგორიც პეტრე იყო, სათუთად მოყვარული და უცხო ყოველგვარი ეჩვისგან მასწავლებელთან მიმართებაში. თავი 22 მუხლი 35, 38. 35. და hrქვა მათ, ოდეს იგი წარგავლინენ თქვენთნიერ ბალანტისა და ვაშკარანისა და ფერთა შესასხმელთა, ნუ გაკლდა რა თქვენ. ხოლო მათ hrქვეს, არა გვაკლდა. 36. და მერმე hrქვა მათ, არამედაც რომელსა აქუნდეს საკუფთე აღიღენ, ეგრეთვე მსგავსად ვაშკარანიცა და რომელსა არა აქუნდეს, განკიდენ სამოსელიცი და იყიდენ მახლი. 37. გეტყვით თქვენ, ესე ხოლოღა წერილი ჯერ არს ჩემზე დაახსრულებად, ვითარმეთ, უსჯულოთა თანა შეირაცხა და რამე თუ ჩემს აღსასრული იყოს. 38. ხოლო მათ hrქვეს, უფალო, აჰა ესე რა არიან აქა ორდანაკ. ხოლო თავად მან hrქვა მათ კმარს. უფალმა ქადაგების დასაწყისში გააგზავნა რა მოწაფეები სოფლებსა და ქალაქებში, უბრძანა მათ არ წაეღოთ არაფერი ზედმეტი, არ ეტარებინათ თან არაფერი საჭიროც კი და არაფერზეც ეზრუნათ და ამ შემთხვევაშიც მათ მისი ძალა უნდა შეეცნოთ, ვინაიდან თავად ზრუნავდა რა მათზე, როგორც სუსტებზე, იგი აწყობდა ისე, რომ მათი ზრუნვის გარეშეც უხვად ედინა მათთან ყველაფერს, რაც სჭირდებოდათ. ახლა კი იგი საწინააღმდეგოს უბრძანებს, თუმცა არ ეწინააღმდეგება თავის თავს, არამედ უცხადებს, რომ აქამდე იგიულიდა მათ როგორც ბავშვებს და არ აიძულებდა მათ რაიმეზე ეზრუნათ, მაგრამ ამიერიდან მათ თავი მოციფულებად უნდა ჩათვალონ და თავად იზრუნონ საკუთარ თავზე. მეო, ამბობს, თქვენი მზურნველი მამა უკვე გშორდებით. ამიერიდან თავად იტვირთეთ სრუნვა საკუთარ საქმეებზე და ყველაფერს მე ნუ დამაკისრებთ, ვინაიდან თქვენი საქმეები ისეთი ადვილი აღარ იქნება, როგორიც იყო და არც ძნელი, მაგრამ თქვენ შიმშილს, წყურვილსა და მრავალ განსაცდელს დაექვემდებარებით. ამაზე მიანიშნებს სიტყვები ფუთაზე, აბგასა და მახვილზე, ამიტომაც იყავით მხნენი, ვინაიდან თქვენ მოგშივდებათ, მაგრამ არ გექნებათ საჭმელი, რაზეც აბგა მიანიშნებს და მამაცნო, ვინაიდან მრავალი საფრთხე დაგემუქრებათ, რაზეც მახვილი მიანიშნებს. ამას რა თქმა უნდა, იმიტომ არ ეუბნება, რომ მახვილები ატარონ თან, არამედ როგორც მე ვთქვი, რათა გამოაცხადოს ომებისა და განსაცდელების შესახებ და ყველაფრისთვის შეამზადოს ისინი, რათა შთამომავლებმა არ იფიქრონ, რომ მოციქულებმა თავად არაფერი გაიღეს კეთილმსახურებისათვის, არამედ ყველაფერი ღვთისაგან იყო, უფალი ამბობს, არა დაინუ იქნება ასე. ვინაიდან მე არ მსურს ვისარგებლო ჩემი მოწაფეებით, როგორც უსულო იარაღით, არამედ მოვითხოვ, რომ მათ თავადაც გაიღონ ის, რისი გაღებაც თავადაც შეუძლიათ. და მართლაც შენ ნახავ, რომ მიციქულები და თავად პავლე წარმატებით იყენებდა მრავალ ადამიანურ ხელობათაგანაც, საქმე მოციქულთა 18, 3, 20, 34, ოღონდ ეს იყო, რომ ეს ღვთისშეწევნის გარეშე არ ხდებოდა.
ამასთან ერთად ეს სასარგებლო იყო მოციქულთა სიმდაბლისთვისაც, ვინაიდან თუ კი ისინი არ იზრუნებდნენ რა თავად არაფერზე, ყველაფერში ღვთისმომლოდინენი იქნებოდნენ და მათ ყველაფერი მიეცემოდათ, ისინი შესაძლოა გაამპარატვნებულიყვნენ, როგორც ისინი, ვისაც რაღაც ადამიანურ ბუნებაზე მაღლა მდგომი ხვდა წილად. დამატებით კი ეს ბუნება არაქმედითი გახდებოდა და განიხრთნებოდა, თუ კი თავად ისინი თავად არაფერს გამოიგონებდნენ, არამედ იქნებოდნენ მომლოდინენი იმისა, რომ ყველაფერი ასე ვთქვათ, დაღეჭილი სახით მიეღოთ. ამიტომაც უფალი ეუბნება მათ, ამიერიდან ატარეთ აბგები, ანუ ისეთი თადარიგი დაიჭირეთ და ისე იზრუნეთ, როგორც მათ, ვისაც შიმშილიელის და იყიდეთ მახვილი, ანუ გაუფრთხილდით თავს, მსგავსად იმათი, ვისაც წინ მრავალი საფრთხე და ბრძოლები უდევს. ზოგიერთნი მახვილის ყიდვას სხვაგვარად ხსნიდნენ. ამითო, ამბობენ, იგი მიანიშნევს თავდასხმაზე, რომელიც მასზე უნდა მოხდეს მალევე და იმაზე, რომ მას მკვლელი ადამიანები შეიპყრობენ. რამდენადაც ამის წინ ისინი ერთმანეთთან პირველობაზე კამათობდნენ, უფალი ამბობს, ახლა არაა დრო პირველობაზე კამათისა, არამედ საფრთხეთა და მკვლელობათა დროა, ვინაიდან მეც, თქვენს მასწავლებელსაც სიკვდილისთვის წამიყვანენ და ამასთან, უპატიო სიკვდილისთვის. მაგრამ ამის მეშვეობით აღსრულდება ჩემზე თქმული, ვითარმედ უშჩულოთა თანა შეირაცხა ის. 43:12 არიგად სურს რა მიანიშნოს ავაზაკურ თავდასხმაზე, მან მახვილი ახსენა, არც ბოლომე გამოუცხადა, რათა არ შედრწუნებულიყვნენ საშინელებისგან და არც მართლად გაჩუნდა, რათა შფოთს არ მოეცვა მოულოდნელი თავდასხმის შემთხვევაში, განსაკუთრებით კი იმისათვის, რათა გაიხსნებდნენ რა შემდგომ, განკვირვებულიყვნენ მისი წინასწართვრეთითა და განცვიფრებულიყვნენ, რომ მან, მიუხედავად ამისა, მისცა საკუთარი თავი ტანჯვისათვის ადამიანთა გამოსახსნელად და ამიტომ, თავადაც არა ერიდებინათ არანაირი ტკივილები ზოგიერთთა გამოხსნისათვის. მე ვფიქრობ, უფალი ასეთი იგაური სახით იმიტომ საუბრობს, რომ სარგებელი შემდგომ მიიღონ, როდესაც გაიხსენებენ და გაიგებენ. ვინაიდან ისინი მაშინ ისე იყვნენ შემწბარნი, რომ თქვეს, უფალო, აჰა ორი მახვილი, ხოლო იგი ხედავს რა რომ ვერ გაიგეს, ამბობს საკმარისია. თუმცა კი არ იყო საკმარისი. ვინაიდან თუ კი ყაჩაღური გზით მოსულთა წინააღმდეგ ადამიანური დახმარების გამოყენება გახდებოდა საჭირო, ასი მახვილიც არ იქნებოდა საკმარისი. ხოლო თუ კი არა ადამიანური, არამედ ღმრთაებრივი თანაქმედება იყო საჭირო, მაშინ ორი მახვილიც ზედმეტი იყო. თუმცა უფალმა არ ინდომა ეხმილებინა ისინი ვერ გაგებაში, არამედ თქვა რა კმარს, წავიდა. ეს იმის მსგავსია, როდესაც ვინმეს ვესაუბრებით, ვხედავთ რა, რომ მას არ ესმის ჩვენი სიტყვები, რომ არ შეურაცხყოფთ იგი, თავს ვანებებთ. უფალი ასე იმიტომ მოიქცა, რომ ხედავდა, მოწაფეებს არ ესმოდათ თქმული. იგი მიდის წინ და თავს ანებებს საუბარს, handობს რა თქმულის გაგებას გარემოებათ ასვლას, მსგავსად იმისა, როდესაც მან ოდესღაც თქვა, დახსენით ტაძარი ესე, ხოლო მოწაფეებმა გაიგეს უკვე მოგვიანებით, მისი აღდგომის შემდეგ იოანე 2:19-22. ზოგიერთნი კი ამბობენ, რომ უფალმა სიტყვით საკმარისია მიანიშნა სიტყვების შეუსაბამობაზე გარემოებებთან. მოწაფეებმა თქვეს, აჰა ორი მახვილი, ხოლო უფალმაო, ამბობენ, მიანიშნებდა რა ამ შეუსაბამობაზე, თქვა, თუ კი არის ორი მახვილი, ეს ძალიან ბევრია და საკმარისი იმ ბრბოს წინააღმდეგ, რომელიც ჩვენზე მოვა. თავი 22, მუხლი 39, 46. 39 და გამოვიდა მიერ და წარვიდა, ვითარცა ჩვეულება აქუნდა, თასა მას ზეთისხილთასა და მისდევდეს მას მოწაფენიცა მისნი. 40 და მირავიდა ადგილსა მას, ხრქვა მათ, ილოცევდით, რათა არა შეხდეთ განსაცდელსა. 41 და თავადი განიშორა მათგან ვითარქვის სატყორცებელოდენ და დაიდგა მულნი, ილოცვიდა 42. და იტყოდა, მამაო, უკვე თუ გნებავს თანაწარსლად სასუმელი ესე ჩემგან, ხოლო ნუ ნება ჩემი, არამედ ნება შენი იყავნ. 43 და ეჩვენა მას ანგელოზი ზეცით, განაძლიერებდა მას. 44 და იყო იგი ღვაწლსაშინა, უმეტესღა ილოცვიდა და იქნა ოფლი მისი, ვითარცა ცუარი სისხლისა გარდამომავალი ქვეყანასა ზედა. 45 და აღდგა მიერ ლოცვისაგან და მოვიდა მოწაფეთაცთა და პოვნა იგინი მძინარენი მწუხარებისა მისგან 46. და ხრქვა მათ, რასა გძინავს. აღდეგით ილოცევდით, რათა არა შეხდეთ განსაცდელსა. სერობის შემდგომ უფალი უმოქმედობას, სიამოვნებებსა და ძილს კი არ ეძლევა, არამედ მოძღვრავს და ლოცულობს, გვაძლევს რა ამით ნიმუშსა და მაგალითს. ამიტომაც ვაიმათ, ვინც ვახშმობის შემდგომ მრუშობის სამარცხვინო საქმეებს ეძლევიან.
ასწავლის რა ამას მოწაფეებს უფალი ზეთის ხილის მთაზე ადის, რათა ილოცოს. მას ამის გაკეთება განმარტოებით უყვარდა, ამიტომ მოწაფეებსაც განეშორება. თუმცა მას მიჰყავს თან მოწაფეები, მაგრამ არა ყველა, არამედ მხოლოდ ის 3, ვინც ნახა მისი დიდება მთაზე. ლუკა 9:28. რამდენადაც მას ბრძოლები აქვს და ლოცულობს. ეს რომ შიშის ნიშნად არ ჩათვალონ, მასთან მიჰყავს ისინი, ვინც თავად იხილა მისი ღმრთაებრივი დიდება და თავად მოისმინა მოწმობა ზეციდან, რათა ნახავენ რა მას ბრძოლებში მყოფს, ადამიანური ბუნების საქმედ ჩათვალონ ეს. ვინაიდან იმაში დასარწმუნებლად, რომ ის ჭეშმარიტი კაცი იყო, მან ამ ბუნებას ნება დართო ემოქმედა თავისებურად. როგორც ადამიანს მას სურს სიცოცხლოს და ლოცულობს ამ სასმისის აცილებისთვის, ვინაიდან ადამიანი სიცოცხლის მოყვარეა და ამის მეშვეობით ამარცხებს მცვალებლობებს, რომელთა თქმითაც იგი მოჩვენებითად განკაცდა. ვინაიდან თუ კი ასეთი ქმედებების შემდეგაც კი ადამიანური ბუნებისა პოულობდნენ საბაბს მსგავსი სახით უქმედყველებისთვის, რას აღარ იტყოდნენ ეს ქმედებანი რომ არ ყოფილიყო? ამრიგაც სურვილი რომ სასმისი აცილებული იქნეს ადამიანურ ბუნებას მიეკუთვნება, ხოლო ამის შემდეგ მალევე თქმული სიტყვები, ნუ ნებაი ჩემი, არამედ ნებაი შენი იყავნ. გვიჩვენებს რომ ჩვენც ასევე უნდა ვიყოთ განწყობილნი და ასევე ბრძნულად ვსჯიდეთ, დავემორჩილოთ ღვთისნებას და არ გადავუხვიოთ მას, თუნდაც ჩვენი ბუნება საწინააღმდეგო მიმართულებით გვიხმობდეს. ნუ ჩემი ადამიანური, არამედ ნება შენი იყავნ და ეს შენი განუყოფელია ჩემი ღმრთაებრივი ნებისაგან. ერთიან ქრისტეს ჰქონდა რა ორი ბუნება, უეჭველია რომ ჰქონდა ნებაც თუ სურვილებიც თითოეული ბუნებისა, ღვთაებრივისა და ადამიანურის. ამრიგად ადამიანურ ბუნებას თავიდან სურდა ეცოცხლა, ვინაიდან ეს დამახასიათებელია მისთვის, ხოლო შემდგომ დაემორჩილა რა ღვთაებრივ ნებას ყველა ადამიანის ხსნისა, ნებას, საერთოს მამისათვის და ძისათვის და სულისა წმინდისათვის. გადაწყვიტა სიკვდილი და ამრიგად ერთი გახდა სურვილი, სიკვდილი გამომხსნელი. ლოცვა რომ ადამიანური ბუნებისგან იყო, რომელიც დაშვების მიხედვით მოდიოდა ყველასთვის დამახასიათებელი სიცოცხლისადმი სწრაფით, ან და არ იყო ღმრთაებრივისაგან, როგორც წყეული არიანელები ამბობენ, ეს იქიდან ჩანს, რომ იესოს ოფლმა დაასხა და ისეთი ბრძოლები ჰქონდა, რომ როგორც შემდგომაა ნათქვამი, მისი ოფლის სისხლის წვეთებად ებყურებოდა მიწას. ვინაიდან მათზე ვინც დაძაბული შრომობენ, ჩვეულებრივ ამბობენ, რომ მათ სისხლის ოფლის სტით, ისევე როგორც მათზე, ვინც მწარედ დარდობენ, ამბობენ, რომ სისხლის ცრემლის სტით. სწორედ ამის საჩვენებლად, რომ მისგან დიოდა არა რომელიღაც წვრილი და თითქოს და მოსაჩვენებლად მოგვრილი სითხე, არამედ ოფლის მსხვილი წვეთები ეცემოდა, მახარებელმა სინამდვილის გამოსახატად სისხლის წვეთები იხმარა. აქედან ცხადია, რომ ბუნება, რომელიც ოფლს გამოყოფდა და ბრძოლები ჰქონდა, ადამიანური იყო და არა ღვთაებრივი, ვინაიდან ადამიანური ბუნებისთვის დაშვებული იქნა განეცადა ამგვარი მდგომარეობანი და იგი განიცდიდა, რათა ერთი მხრივ იჩვენებინა, რომ მისი ადამიანობა არ იყო მოჩვენებითი, ხოლო მეორე მხრივ მიზანი დაფარული, რათა ემკურნალა ზოგად ადამიანური შიშისათვის, რათა დაეძლია იგი საკუთარ თავში და დაემორჩილებინა ღვთაებრივი ნებისათვის. ვინმეს შეუძლია თქვას, რომ სხეულიდან გამოყოფილი და მიწაზე დაცემული ოფლი ნიშნავს, რომ ჩვენი ბუნების გამხნევებასა და განმტკიცებასთან ერთად ქრისტეში, ისპობა სათავეები ამ შიშისა ჩვენში, იქცევა წვეთებად და ცვივა ჩვენგან. ვინაიდან ეს რომ არ ჰქონოდა მას მხედველობაში, ანუ სურვილი ჩვენი ადამიანური შიშის კურნებისა, არ გაოფლიანდებოდა ასე, თუნდაც ძლიერ მშიშარა და სულმოკლე ყოფილიყო. და ეჩვენა მას ანგელოზი ზეცით, განაძლიერებდა მას. და ეს ჩვენი ნუგეშისცემისთვისაა, კერძოდ, რათა ჩვენ გავიგოთ განმამტკიცებელი ძალა ლოცვისა და გავიგებთ რა მას მივმართოთ უბედურების შემთხვევაში. ამასთან ერთად სრულდება მოსეს წინასწარმეტყველებაც თქმული დიად სიმღერაში და განაძლიერებდით მას ყოველნი ანგელოზნი ღმრთისანი მეორეს ჯული 32:43. ზოგიერთნი კი მის სიტყვებს ასე ხსნიდნენ, რომ მას მოევლინა ანგელოზი, განადიდებდა მას და ამბობდა, შენი არს უფალო სიმტკიცე? ვინაიდან შენს ძლიერს სიკვდილსა და ჯოჯოხეთს და განათავისუფლე ადამიანთა მოდგმა? ეს ასეა. ის კი ჰპოვა რა მოწაფენი მძინარენი, ეუბნება მათ და თან არწმუნებს, რომ ილოცონ განსაცდელთა ჟამს, რათა არ იძლიონ მათგან. ვინაიდან არ ცდუნდე ნიშნავს, ვერ გშთანთქა საცდურმა. არ დაემორჩილო მის ძალას. ან უბრალოდ გვიბრძანებს ვილოცოთ, რათა დაცული იყოს ის, რაც ჩვენი კუთვნილებაა და რაიმე უსიამოვნება არ შეგხვდეს. ვინაიდან თავად ჩავიგდოთ თავის საცდურებში ნიშნავს უაზრო მამაცობას და სიამაყეს.
მაშ როგორღა ამბობს იაკობი, ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ ძმანო ჩემნო, რა ჟამს განსაცდელსა შესცვიეთ პირად-პირადსა. 1-2 რა არის ეს? ხომ არ ვეწინააღმდეგებით საკუთარ თავს? არა, რადგან იაკობს არ უთქვამს, ჩაიგდეთ თავის საცდურებში, მაგრამ როდესაც მოიწევა, ნუ დაეცემით სულით, არამედ ყოველივე სიხარულით შერაცხეთ და ოდესღაც უნებური, ნებსითი გახადეთო, ვინაიდან უკეთესია თუ კი საცდურები არ მოიწევა, მაგრამ თუ უკვე მოიწია, რა საჭიროა უაზრო მწუხარება? მათ ჩვენეც მინდა წერილში ადგილი, სადაც სიტყვა სიტყვით იყოს ნაბრძანები ვილოცოთ საცდურებში ჩავარდნისათვის, მაგრამ შენ ვერ მიჩვენებ. ვიცი რომ საცდური ორი სახისაა და ზოგიერთნი მოვალეობად თვლიანი ლოცვან, რათა არ ჩავარდნენ საცდურებში. გულისხმობენ იმ საცდურებზე, რომელნიც სულზე იმარჯვებენ. მაგალითად მრუშობის საცდური, მრისხანების საცდური. ხოლო ყოველივე სიხარულით უნდა შევრაცხოთ, როდესაც სნეულებებსა და სხეულებრივ საცდურებს ვექვემდებარებით. ვინაიდან რა ზომითაც გარეშე ესე კაცი ჩვენი განიხრწნების იმ ზომით შინაგანი განახლდების დღით იდღეთ, 2 კორინთელთა მიმართ 4:16, თუმცა ვიცი მე ეს, მაგრამ ვამჯობინებ იმას, რაც უფრო ჭეშმარიტია და ახლოა წინამდებარე მიზანთან. თავი 22, მუხლი 47, 53. 47. და ვიდრე იგი ამას იტყოდაღა, აჰაერი და რომელსა ერქვა იუდა ისკარიოტელი 1:12-თაგანი, წინა უძღოდა მათ და მიეახლა იესოს ამბორისყოფად მისა, რამე თუ ესე სასწაული მიეცა მათა და ხრქვა, რომელსა მე ამბორს ვტუყო, იგი არს. 48. ხოლო იესო ხრქვა მას, იუდა ამბორისყოფითა მისცემა ძესაკაცისასა. 49. იხილეს რა მისთანათა მათ საქმე ესე ხრქვეს მას, უფალო უკვე თუ მოვსვნეთ ესენი მახლითა? 50. და სცა ვინმე მათგანმან ერთმან მონასა მღვდელთ მოძღვრისასა და წარჰკვეთა ყური მისი მარჯვენე. 51. მიუგო იესო და ხრქვა მათ, აცადეთ აქამომდეთ და შეახოველი ყურსა მისსა და განკურნა იგი. 52. ხრქვა იესო მოსრულთა მათ მისზე და მღვდელთ მოძღვართა და ერისთავთა ტაძრისათა და ხუცესთა, ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოსრულ ხართ მახლითა და წათებითა. 53. დღითი დღე ვიყავ მე თქვენთანა ტაძარსა მასშინა და არა განჰყავთ ელი ჩემზე და არამედ ესე არს ჟამი თქვენი და ელმწიფება ბნელისა. იუდამ იესოზე მომავალთ ნიშნად ამბორი მისცა, მაგრამ რომ არ შემწდარიყვნენ იმის გამო, რომ ღამე იყო, შორიდან არ მიუთითა. იმისათვის რომ იესო თვალთ არ მიეფაროს, ისინი მოდიან სანთლებითა და ლამპრებით. უფალი რაღაც იქმს. იგი უშვებს თავისთან ამ სამტრო ამბორით და ცეცხლის ისრები არცვივა უმადურსა და მზაკვარზე. ასე გვასწავლის უფალი ურისხველობას ამგვარ ვითარებებში. იგი მხოლოდ საყვედურით ეუბნება, იუდა ამბორისყოფითა მისცემა ძესაკაცისასა, ნუ თუ არ შეგრცხვება თავად ამბორის ღალატის სახეობისა. რა საჭიროა მეგობრულ ამბორს ღალატი შეურიო საქმე სამტრო? და ან ვის გასცემ? ძესაკაცისასა, ან მორჩილს, დაბალსა და შემწყნარებელს, შენი გულისთვის განკაცებულს და ამასთან ჭეშმარიტად ღმერთს. ამას იმიტომ ეუბნება, რომ უკანასკნელ დრომდე მის და მის სიყვარულითაა ანთებული. ამიტომაც არ აწყენინა მას, არ უწოდა მას არა ადამიანი და უკიდურესად უმადური, არამედ საკუთარი სახელი უწოდა, იუდა და საყვედურსაც არ ეტყოდა, ესეც მის გამოსწორებას რომ არ ემსახურებოდეს, მისი სურვილის შემთხვევაში. ვინაიდან მან ეს გააკეთა და როგორც ჩანს, უსაყვედურა იმისათვის, რათა იუდას არ ეფიქრა, რომ იგი მიეფარება, არამედ რათა თუნდაც ახლა აღიარებს რა მას მეუფეთ როგორც ყოვლის მცოდნეს, დაეცეს მის წინაშე და შეინანოს. უფალმა იცოდა, რომ იუდა გამოუსწორებელია, მაგრამ მაინც თავისას იქმოდა, ისევე როგორც მისი მამა იქმოდა ძველ აღთქმაში, იცოდა, რომ ებრაელები არ მოусმენდნენ, მაგრამ მაინც აგზავნიდა წინასწარმეტყველებს და ამასთანავე ჩვენს გვასწავლის იმავეს, კერძოდ, რომ არად ჩავაგდოთ შეურაცხყოფა დაცემულთა აღდგინებისას. მოწაფენი მოშურნეობით იხსებიან და מחვილებს აშიშვლებენ. საიდან ჰქონდათ მათ ისინი? მათთვის ბუნებრივი იყო ჰქონოდათ ისინი, ვინაიდან მანამდე ცხვარი დაკლეს და სუფრიდან წამოვიდნენ. მაგრამ მხურვალე პეტრე საყვედურს იღებს, ვინაიდან უფლის განზრახვის საწინააღმდეგოდ გამოიჩინა მოშურნეობა. მაშინ, როდესაც სხვები ეკითხებიან, ხომ არ დავცეთო მახვილი, იგი არ უცდის დასტურს, როგორც ყველგან, იგი გულმხურვალე იყო მასწავლებლის მიმართ, არამედ დაჰკრავს მახვილს მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყურს ჩამოათლის.
ეს შემთხვევით არ მომხდარა, არამედ იმის ნიშნად, რომ მაშინდელი მღვდელმთავრები ყველანი მონებად იქცნენ და კარგეს მართლაც სმენის უნარი. ვინაიდან მათ რომ ესმინათ მოსესი, ჯვარს არ აცვამდნენ უფალს დიდებისა, იოანე 5:46. იესო უმთელებს ყურს, ვინაიდან სიტყვის დიადი ძალისათვის ნიშნეულია ურჩთა კურნება და მათთვის ყურის მიცემა სასმენელად. იესო სასწაულს აღასრულებს, რათა ყურზე აღსრულებული ამ ხილული სასწაულით უჩვენოს თავისი ურისხვალობა და უკიდურეს შემთხვევაში სასწაულით მაინც მიიყვანოს იმ აზრამდე, რომ თავი შეიკავონ გამძვინვარებისაგან, ეუბნება მღვდელმთავრებსა და ტაძრის წინამძღვრებს, ანუ წესრიგის დამცველებს დაყენებულთ მღვდლების მოთხოვნების შესასრულებლად, ანდა წინამძღვრებს უწოდებს მათ, ვისაც ჩაბარებული ჰქონდათ ტაძრის აშენებისა და გამშვენების საქმეები. ეუბნება მათ, დღენია და გასწავლიდით ტაძარში და თქვენ არ ისურვეთ ჩემი აყვანა. ახლა კი გამოხვედით ისე, როგორც ავაზაკის წინააღმდეგ. თუმცა თქვენ ჭეშმარიტად იქმთ საქმეებს შესაფერის ღამისა და მეუფება თქვენი არის მეუფება ბნელისა. ამიტომაც თქვენ ზუსტად შეარჩიეთ ისეთი დრო, რომელიც ხელსაყრელია თქვენთვისაც და იმ საქმისთვისაც, რომელსაც აკეთებთ. თავი 22, მუხლი 54, 62, 54 და ვითარცა შეიპყრეს იგი, წარიყვანეს და შეიყვანეს სახლსა მღვდელთმოძღვრისასა. ხოლო პეტრე მისდევდა შორით. 55 და აღაგზნეს ცეცხლი შორის ეზოსა მას და გარე მოასხდეს იგინი, დაჯდა პეტრეცა შორის მათსა. 56 და იხილა იგი მევალმან ვინმე მჯდომარე ნათელსა მას, მიჰხედა მას და თქვა, ესეცა მისთანა იყო. 57 ხოლო მან უარყო და თქვა, დედაკაცო, არა ვიცი იგი. 58 და მცირე დღე შემდგომად იხილა იგი სხვამან და თქვა, და შენცა მათთანა ხარ. ხოლო პეტრე თქვა, კაცო, არა ვარ მათთანა. 59 და ვითარცა წარდა ჟამი ერთი სხვა ვინმე დაამტკიცებდა და იტყოდა, ჭეშმარიტად ესეცა მისთანავე იყო და რამე თუ გალილეველს არს. 60 ხოლო პეტრე რქვა მას, კაცო, არა ვიცი, რასა იტყ. და მეხსეულად ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, ქათამან იყივლა. 61 და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს. და მოესენა პეტრეს სიტყვა იგი უფლისა, რომელ რქვა მას, ვითარმეთ, ვიდრე ქათმისა მობადმდე სამგზის უარმყო მე. 62 და განვიდა გარე და ტირო დამწარედ. პეტრე, როგორც უფალმა იწინასწარმეტყველას სუსტი აღმოჩნდა და უარყო მეუფე ქრისტე არაერთხელ, არამედ სამჯერ და უარყო ფიცით, ვინაიდან მათი ამბობს, მაშინ იწყო შეჩვენება და ფიცად, არა ვიცი კაცი იგი, მათე 26:74. შესაძლოა მას დაეუფლა გაუბედაობა და იგი დატოვებული იქნა გარკვეული დროით მისი კადნიერებისთვის, თითქოს და ჭკუის სასწავლებლად, რათა ის სხვათა მიმართაც შემწყნარებელი ყოფილიყო. ვინაიდან ის ძლიერ მოშურნე იყო და რომ არ გამგრძნობილიყო ამ გარემობით, ბევრ რამეში თვითნებურად და შემწყნარებლურად მოიქცეოდა. მაგრამ მაშინ ის ისე შეძრწუნდა, რომ დაცემასაც ვერ იგრძნობდა, უფალი რომ არ მობრუნებულიყო და შეეხედა მისთვის. ჰოი, სახიერებაო! თავადაა წარდგენილი სამსჯავროზე და მოწაფის ხსნაზე ზრუნავს და სამართლიანადაც, ვინაიდან თავად მსჯავრსაც იგი კაცობრიობის ხსნისთვის დაექვემდებარა. თავიდან მოწაფე მოარყო, შემდეგ კი მამალმა იყივლა. მან კვლავ უარყო, სამჯერაც კი და მამალმა მეორედაც იყივლა. ასე ზუსტად და დაცვლილებით აღწერს მარკოზი, თავი 14. და გადმოსცემს ამას, როგორც პეტრესგან გაგებულს, ვინაიდან იგი მისი მოწაფე იყო. ლუკამ კი, რამდენადაც ამის შესახებ ნათქვამია მარკოსთან თქვა მოკლედ, წვრილმანების გარეშე და ლუკას სიტყვები არ ეწინააღმდეგება იმას, რაც მარკოზმა თქვა, ვინაიდან მამალს აქვს ჩვეულება ყოველჯერზე იყივლოს ორჯერ ან სამჯერ. ამრიგად პეტრე ადამიანური უძლურების და გამო ისეთ თავდავიწყებას მიეცა, რომ მამლის კივილისაგან ვერ მოეგო გონს, არამედ იმის შემდეგაც, რაც მამალმა იყივლა, კვლავ უარყო და კიდევ ერთხელ, სანამ იესოს სახიერმა მზერამ არ მოიყვანა იგი ცნობაზე. და განვიდა გარეთ და ტირო დამწარედ. მარკოზი ამბობს, რომ პეტრე პირველი უარყოფის შემდეგაც გამოვიდა, მარკოზი 14:68, შემდეგ ბუბევრივი იყო კვლავ დაბრუნებულიყო, რათა საბაბი არ მიეცა უფრო მეტი ეჩვისათვის, რომ იგი იესოსი იყო, როდესაც გრძნობაზე მოვიდა, მაშინ უკვე გამოდის და მწარედ ტირის. ხოლო ეზოში მყოფებმა რომ არ შენიშნონ, ამათგან უჩუმრად გამოდის.
ზოგიერთნი არ ვიცი რატომ უგუნურ დაცვას იგონებენ პეტრეს სასარგებლოდ, თავხედურად ამბობენ რა რომ პეტრემ არ უარყო, არამედ თქვა, მე არ ვიცი კაცი იგი, ანუ ვიცნი მას, არა როგორც უბრალო ადამიანს, არამედ როგორც ღმერთს, რომელიც განკაცდა. ესეთი უაზრო დასკვნა სხვებს დავუტოვოთ, ვინაიდან ისინი უფალს მატყუარად წარმოაჩენენ, ეწინააღმდეგებიან სახარებისეული თხრობის ურთიერთკავშირსა და ვერაფრით შეძლებენ შეათანხმონ გადმოცემის თანმიმდევრულობა. და ან რა აქვს პეტრეს სატირალი, თუ კი არ უარყო? თავი 22, მუხლი 63, 71. 63. ხოლო კაცთა მათ რომელთა შეეპყრა იესო ეკიცხევდეს მას და სცემდეს. 64. და დაჰბურეს მას თავსა და სცემდეს პირსა და ჰკითხვიდეს და ეტყოდეს, წინა წარმეტყველებ ვინ არის რომელმან გცა შენ. 65. და სხვა სამრავალსა სიტყვას აღგმობდეს და იტყოდეს მისცს. 66. და ვითარცა განთენა დღეს შეკრბეს მოხუცებულნი ერისანი, მღვდელთ მოძღვარნი და მწიგნობარნი და აღიყვანეს იგი საკრებულოსა მას მათსა 67. და ეტყოდეს, უკვე თუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩვენ. რქოა მათ იესო, უკვე თუ გითხრა თქვენ, არა გრწმენის ჩემი, 68. და უკვე თუ გკითხოთ თქვენ, ვერავე მომიგოთ, მე გინა განმიტეოთ. 69. ამიერიდან იყოს ზე კაცის ამჯდომარე მარჯვენით ძლიერებას აღმთისასა. 70. და hrქვეს მას ყოველთა, შენ უკვე ხარ აზე ღმრთისა. რქოა მათ იესო, თქვენ იტყვთ, ვით არმედ მე ვარ. 71. და მათ თქვეს, რასაღაგ მან მოწამენი. რამე თუ ჩვენთ თგვესმის პირისაგან მაგისისა. იესოსათვის ამის მოქმედნი იყვნენ ვიღაც მაგინებელი და მოუთოკავი ადამიანები, რადგანაც საჭირო იყო ეშმაკს არ დაეტოვებინა ბოროტების არც ერთი სახეობა, არამედ მთლიანად გადმოენთხია იგი, რათა ჩვენს ბუნებას, ყოველმხრივ განწმენდილს, ეძლია ის და ფეხქვეშ გაეთელა. ვინაიდან უფალმა იმისათვის მიიღო ჩვენი ბუნება, რათა განემტკიცებინა იგი ეშმაკის ყველა მზაკრობის წინააღმდეგ და ეჩვენებინა, რომ თავდაპირველადაც არ დამარცხდებოდა ადამი, ხნედ რომ ყოფილიყო, ამიტომაც, როდესაც მასზე ეშმაკისეული ბოროტების ყველა სახეობა გადმოინთხევა, იგი ითმენს, რათა ჩვენ შემდგომში განვმტკიცდეთ, გვეცოდინება რა, რომ ჩვენმა ბუნებამ სძლია ქრისტეში და არ შევდრკეთ არაფრის წინაშე, ერთი შეხედვით საწყენისა და მწარის. ამიტომაც იგი იტანს დაცინვასა და არის რა წინასწარმეტყველთა მეუფე, დასცინიან როგორც ცრუ წინასწარმეტყველს, ვინაიდან სიტყვები, წინასწარმეტყველებთ ვინ არის რომელმან გცა შენ, იქითკენაა მიმართული, რომ დასცინონ მას როგორც მატყუარას, რომელიც წინასწარმეტყველების ნიჭს ითვისებს. ღამით მთვრალი მსახურები დასცინოდნენ და ბოროტის მეტყველებდნენ იესო ქრისტეს მიმართ. დღისით კი უხუცესნი და პატივცემული ადამიანები ეკითხებიან, ხომ არა ის ქრისტე? იცის რა მათი აზრები, რადგან არ დაუჯერეს საქმეებს, რომელთაც უფრო მეტად შეეძლოთ მათი დარწმუნება, მით უფრო არ დაუჯერებენ სიტყვებს, ის ამბობს, უკვე თუ გითხრა თქვენ, არავე გრწმენის ჩემი, ვინაიდან ისინი ხშირად ჩუმდებოდნენ კითხვების დასმისას. მაგალითად იოანეს ნათლობის შესახებ, მარკოზით 11:33 სიტყვებზე, რქოა უფალმა უფალსა ჩემსა, მათე 22:44 უძლურების სულით შეპყრობილი დედაკაცის შესახებ, ლუკა 13:11. როდის ისმინეთ ჩემი და ირწმუნეთ? როდის არ გაჩუმდით თქვენ და მიდასმულ კითხვაზე? ამიტომაც გეტყვით მხოლოდ რომ ამიერიდან აღარაა თქვენთან საუბრისა და ახნის დრო, თუ ვინ ვარ მე, ვინაიდან რომ მოგენდომებინათ ჩემს მიერ აღსრულებული სასწაულებით შემიცნობდით, ამიერიდან კი განკითხვის დროა. თქვენ მიხილავთ მე, ძესა კაცისასა, მჯდომარეს მარჯვენით ძლიერებასა ღმერთისასა. ამის შემდეგ წესით უნდა შეშინებულიყვნენ, მაგრამ ისინი კი კიდევ უფრო შეიპყრო მრისხანებამ და სიშმაგისგან გონდა კარგულნი კითხულობენ, შენ უკვე ხარ ღმრთისაი, ის კი მათი კითხვის შეუსაბამობაზე მითითებით ძომიერ პასუხს იძლევა, თქვენ იტყვით, ვით არმედ მე ვარ, უფალს სძულდა მათი მრისხანება და უშიშრად ესაუბრებოდა მათ. აქედან აშკარაა, რომ ჯიუტები ვერ იღებენ ვერანაირ სარგებელს იქიდან, რომ გამოეცხადათ საიდუმლოებანი, არამედ კიდევ უფრო მეტ განკითხვას ექვემდებარებიან. ამიტომაც უნდა დაფარო ისინი ასეთთაგან, ვინაიდან ეს უფრო მეტი კაცთმოყვარებაა.